Cristian. სახელთა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანოსა და უფასო ველო. ეხლა გამგომერებას ჩავალ წინა კვირას გენერალური რეპეტიცია მაინც ჩავატარია, ხო? ვერ მოვახერხე. ეხლა ის რეული რაშიც ჩავწერე ყველაფერი, რომ დღეს კონსპექტი ქონოდა, ის რეული დავკარგე ვერ იყო, ერთ გუშინო, ერთ დღეს გადავაკრები ყველაფერს. ასე რომ გენერალური რეპეტიციის ჩატარების დონის იმაზეც არ ვარ დონეზე ეხლა. ამიტომ რაც მახსოვს, ისე გავაკეთე. ოღონდ რა ხდება ეხლა ჩემ ოჯახში? იმიტომ რომ და იცოდეთ ახლა ზოგს ვერ წარმოუდგენია ახლა რატო დამემართავდა. მოკლედ ჩემ პატარა შვილიშვილები თუ არ დაუმარცხე ან კონსპექტი ან რეული რასაც უშუალოდ იქნება დახევა უცებ. მე-19 საუკუნის ისეთი უცხო სიტყვათა ლექსიკონი უნიკალური, ესეთი ზომის დამიხეს რადონეზე იცი? ესე იგი, ან როგორ მოახერხეს, რა იყო ეს ვერც ახსენე 5 წლის ბავშვი, 4-5 წლის. ესე იგი, დაჭრა იმ დონეზე, რომ მე არ მიგეწებებინა. ისი რა მომივიდა ეხლა. რა თქმა უნდა, რა უნდა ხარ, ბავშვს რა უნდა. ჯერ გავბრაზდი ძალიან. და მე რა თქმა უნდა არც შენიშვნაც არ მივეცი, რომ ბავშვებს დიდი შენიშვნა და სტრესი ეს. ხო და პირიქით მოვეფერე და ერთადერთი უთხარი და რატო გააკეთეს ნახეთ ერთადერთი. რატო გააკეთეს ბაბუნები? ამაზეც კი გაბრაზდა. აი დღეს ვეხმიანები უკვე დღეს რომ გარღვეულის კვირაა ჩემი და ჩვენ ვარ დაცემულები სულიერად და ფიზიკურად ხო გარღვეულები ხო სულ ეკიბებთან დავდივარ და რა იმას უფრო ვაქცევთ და სულიერადაც ამ მდგომარეობაში ვარ. და პატარა ბავშვი რას აკეთებს? დიდი რა იკეთებს? აი რა დღეში ვარ ჩვენ. კაცობრიო ადამიანი. ხო და მოკლედ ამის შემდეგ ეს საბოლოო ბოლო ის იყო თორემ ანამდეც ხდებოდები. დავდივარ 6 ჩემოდანი ზამთრ. სადაც მაგ გასპონსორებლების ბლოკნოტები, აკარა ბლოკნოტები, დიდი ბლოკნოტები, რა ვიცი, საწერკალამები, ყველაფერი 6 წარმოიდგინეთ ზანგრუქივით, აი ესე ჩემოდნებით დავდივარ. რომ ამოვალაგეთ ახლა ყველას აქვსნი რა თქმა უნდა თქვა ერთ-ორ ჩათას გაქვსნი მოუფენ ამ ბლოკნოტებს და მუშაო თუ დამავიწყდა და ვერ ჩავალაგე დახეულია ყველაფერი. იქ და დავდივარ რა ჩემოდნებით წარმოიდგინეთ და რადგან ეხლა უკვე აღარაფერი ეს დავკარგე არ ვიცი ახლა მაგათ დამალული რა არის გავხსენი ორი ჩანთა და მოკლედ ეხლა რაღაცები არის სულ რაღაცა 2 საათის განმავლობაში სანამ დავიწყებდი წირვას სიმპტომებს დამაგვიან და მოვიფიქრე ის რომ რასაც უნდა ვიყავართ. ეხლა დღეს გამღვეულის კვირა შემოწვა აი ეს ერთ-ერთი ეს ბლოკი. ბლოკნოტი ქართული იგივეა ხო საერთაშორისო ბლოკნოტი. ხო და ციგნაკი ხო ციგნაკი. თორე პედაგოგები ხო ციგნები. ესე იგი აქ ამოწმე მათ ივანე ოქროპირის ერთი წინადადება ჩემო ძვირფასი. და მე გავშალოთ ეს თემა. 12 საერთოდ ადამიანი დაცემულია და ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს რომ მთელი კაცობრიობა რატომ არ მოიქცა ქრისტიანობას. ამის საერთოდ აი ეს საკითხის დაყენება ნიშნავს რომ ესე ვერ ვერკვევთ ჩვენ ბევრ რამაში. უპირველეს ყოვლისა ამ დაცემულ ბუნებაში. ჩვენ ის უნდა ვიკვირდეს ცოტაც
და არა დასაწყისში ცოტა არ მოქცეულა, ძალიან ბევრი მოიქცა, ხო იცი, მთელი მსოფლიო მოქცეულა. მაგრამ და დღეს უბრალოდ სხვადასხვა ამსარებლობის ყველაზე მეტი მაინც ქრისტიანები არიან მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ 50% მრავლდება მუსულმანური სამყარო კოეფიციენტი გამრავლების და ქრისტიანული სამყარო ყველა კონკრეტ საერთოდ მინუსშია, მიუხედავად ამისა დღესდღეობით მაინც ყველაზე მეტი. ეს კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენ უნდა გვიკვირდეს საერთოდ ვინმე თუ მოიქცა, როცა იკადაგეს 12-მა მოციქულმა ქრისტიანებმა. ეს არის საკვირველი. რომ საერთოდ ვინმე თუ მოიქცა, არადა ბევრი მოიქცა. ეს არის გასაკვირი და რატო? ნახეთ ოქროპირი რას ამბობს. 12-მა მოციქულმა რომ იკადაგა საკვირველი ესე არის, კიდევ ვიმეორებ, საკვირველი ესე არის, რომელ საქმეთა იტყოდეს განსხვავებულსა ბუნებისა ჩვენისაგან. ანუ მოციქულებმაო იკადაგეს ჩვენი ბუნების საწინააღმდეგოა, ხო? რა გაგებით ამ უცოღო? ხო, რა უნდა ადამიანს დროს დარება უნდა, კაი სმა უნდა, კაი ჭამა უნდა, ასკეტიზმი ეზიცხება, კაც ხალი უნდა ბრუშობა უნდა, ნუ ხალსაც იგივე კაცი უნდა ბრუშობა უნდა და ესე ბუნება, ეგოიზმი, აპარტავნება, მტრის უსიყვარულობა და ასე შემდეგ. აი ხარა ჩამოთვალე ამის საწინააღმდეგო იკადაგეს მოციქულები. აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ძველ აღთქმაში წმინდანებსაც კი ნებადართული ჰქონდა ისეთი დიდი წმინდანები, როგორც იყო გედეონი 70 ცოლი რომ ეყოლა, წარმოიდგინე. დავით წინასწარმეტყველი ასეულობით ცოლი ყავდა, სოლომონ ბრძენი ასეულობით, ეს თქვენ ასეულობით ქალი ყავდა კაცს, წმინდანს. ქრისტიანობაში მოხდა საწინააღმდეგო 180 გრადუსი. ან პავლე ხომ ჩემნაირად იყავით, ანუ უცოლოდ, მაგრამ მას ყველა ვერ შეძლებსო და ვინც ბერა, თქვა მონაზვნად ვერ წავა, უმაღლესი სახე არის ქრისტიანობის, მაშინ კაცს, ყოველ კაცს ყავდეს ერთი ცოლი, გესმით თქვენ, ასეულობით ცოლი და მოსეს დროს საერთოდ შეგეძლო ცოლი ხო ვილაპარაკეთ ჩვენ არ მოგეწონება და დაწერი გაცხადებას მიცედი ულეს და გავუშვი ცოლი. მოიყვანე ახლა ისეც არ მოგეწონება დაწერი გესმით თქვენ რა დონიდან მე ვამბობ ისრაელზე ჯულზე თორე წარმართებში ხო საერთოდ რა ხდებოდა ან ეხლა რა ხდება იმაზე არ არის გესმით თქვენ ქრისტეს ძალა რო ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე ამარდა და სულიწმინდა რომ შეგვიდა რომ სულიწმინდა მოვა თქვენზე და მერე რაც მოხდა თორე ამ სხვანაირად როგორ შეიძლება გესმით თქვენ რომ ქვეყნები ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში წმინდა რუსეთი მოქცევამდე განსაკუთრებულად საშინელ ცოდვებში ცხოვრობდა ეს ცნობილი და სვეტაია რუსთა ერქვა ხალხი საუკუნე რუსი ხალხი წმინდანად ცხოვრობდა ეს უბრალოდ საკვირველება რის საკვირველება ქრისტე ძალა საქართველოს შემოგვიფასება თამარ მეფის დროს და ისეთი სულიერება იყო რომ გარდატეხის ასაკის ბავშვები ისინიც კი რომლის დროსაც ყველაზე მეტად არის ნება გარიშხალივით და ბუმერანგით ისა იმით რა ქვია დიდი იმით გარიშხალივით მოდის ეს ნება არ ფიქსირდებოდა რაიმე უსახო რაღაცა რუსული გამოვლენა გესმით თქვენ რა ქვეყანა ვითი ეს ქრისტეთი შემოძვირფასება აი ეს არის და საკვირველება სწორედ ეს არის შემოძვირფასება და ეხლა ნახეთ მაინც რა ხდება ადამიანი თემი სამი საუკუნე ქრისტიანობას აწამებდნენ, კლავდნენ და როგორც კი მოვიდა მშვიდობა და კონსტანტინე დიდის დროს ნუ პრაქტიკულად გამოცხადდა რელიგია ქრისტიანობა გამოცხადდა ოფიციალური რელიგია თუმცა ისე პედანტებმა რომ შენიშნა არ მოუწენ თეოდოს დიდმა მიიღო ოფიციალურად მაგრამ ნუ ნებადართული იყო კონსტანტინე ფორმალობა იყო
სხვათა შორის ეს თეოდოზ დიდი ქართველი იყო წარმოშობით იმპერატორი და ესე იგი მაინც ეშმაკი და ადამიანის ბოროტება რა არის რომ როგორც კი მოეფინა ქრისტიანობა და ოფიციალურ რელიგიად გამოცხადა და უკვე ყველა აღიარა იქვე დაიწყო არიანელობა, ანუ ქრისტე ღმერთი არ არის ამის სწავლება. გამიგეთ? აი ესეთი ქრისტიანი სახე. ანუ სულ მუდამ იყო ბრძოლა, ჩემო ძვირფასობა. სულ მუდამ იყო ბრძოლა, რომ როგორმე ჩაეხშო ქრისტიანობა. ბრძოლა იყო ეშმაკისგან და ანტიქრისტიანული ძალებისგან და ეს ბრძოლა დღეს ხედავთ თქვენ რადონეზია დღეს თქვენ ხედავთ ამას რომ კანონები მიიღეს და კანონები უნდა სახელმწიფოებს მოახვიონ თავზე და ძალიან ბევრს მოახვიენ რომ კაცი და კაცი დაქორწინდეს, ქალი და ქალი დაქორწინდეს, რომ ამ საზიზღარ ჩემი აზრით, ჩემი წმენი ამ საზიზღარ გამოვლინებას მე ბავშვებიც ესე იგი შეიძლება რომ ესე იგი ბავშვები აიყვანონ და ამათ ერთხელ შობლენ საზიზღრობას და მე რომ 10 წლის ბავშვმა თუ 8 წელზე ჩამოვიდნენ თუ მოითხოვა რომ ბიჭმა გოგო მინდა და გოგომ ბიჭად გადაკეთება ჩამოგართმევენ ბავშვს და ამაზე მუშაობენ გესმით თქვენ სატანა და ეს ანტიქრისტიანი ძალები რას აკეთებენ დიდება უყვარს საქართველოს ამაზე ყველაფერზე უარით დიდება უყვარს აზზე მოდით ის ახალგაზრდები თქვენ რას ევროპა როგორი ხარ თქვენზე მეტად ევროპა მართლობრივად ჩვენ კი არა მატრონას ხო ხედავ მატრონა რა თქვა ევროპული რენესანსიო დათვალიერებული ყველა მხატვრობა მატრონასაც კი უყვარდა ჩვენ ევროპა კი გვიყვარს მაგრამ ეხლა რაღაც სხვა ამბები ხდება ცოტა აზემოთ ზოგიერთი ახალგაზრდა კამათები საკუთარ შვილებთანაც კი ზოგიერთი ეს რა ხდება ხალხო ამაზე როგორ უნდა წახვიდეთ საერთოდ რო არ გადავუხდით ამას და დაცემული ადამიანი და ყოველთვის ღმერთი გამოაჩენდა ყოველთვის ისეც რომ იყო ეტალონი და მებრძოლი ეს უპირველეს ყოვლისა პირველად იყო პავლე მოციქული და იქ რატო ამბობს პავლე მობაძავ ჩემ და იყო როგორ შეიძლება კაცმა თქვა ჩემ და მობაძავ ვიყავ და ერთ-ერთი მცნება გვაქვს ახალი აქტი მაგრამ პავლესგან შეიძლება და იმიტომ რომ პავლეს ის რომ ოქროს ის რომ სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი ჯერ კიდევ ძველი აღთქმის 67 ფსალმში ეწერა მე 1200 გამოცხადება ჰქონდა და ქრისტე ასწავლიდა და პავლე ეს იცოდა უკვე ცხონებული რო იყო წინასწარ ამიტომ ხანდახან კი ამბობს მალავს თანდაბლობით რომ მესამე ცაზეო ერთი ვიციო რომ ამაღდროს სინამდვილეში ტიტონი ხო ხანდახან პირდაპირ ლაპარაკობს მაგალითად მობაძავ ჩემ და იყო იმიტომ რომ იმისგან რა თქმა უნდა შეიძლება ესეთი იყო პავლე და თქვენ წარმოიდგინეთ ბევრი იყო ესეთი ეს მობაძავ ჩემ და იხარით ეს მეორე კურსამდე ეს ცნება უნდა მიბაძოთ პავლეს მეორე მაგრამ ყველაზე დიდი თვალსაჩინო პავლეს მსგავსი და მიბაძველი ეს იყო მეოთხე საუკუნეში ათანასე დიდი ალექსანდრიის პატრიარქი ჩვენ ხშირად ვისაუბრია მის შესახებ ჩემთვის ალექსანდრიის პატრიარქი ესე იგი მას აი მამა კახაბურს უწერია მანქანაზე რომ ესე იგი თუ მთელი მსოფლიო იქნება ღვთის წინააღმდეგ მაშინ მე ათანასე ამბობს ალექსანდრე მე ვიქნები მსოფლიოს წინააღმდეგ ესე უნდა ვიყოთ ყველა ის კი არა უი ევროპა მთელი მსოფლიო თუ ყველა შვილი დედა ცოლი მამა რა ყველა მოარყო აქედან ყველა ჩემ გაშოს მე ქრისტესთან უნდა და ათანასე ალექსანდრეზე ამბობენ რომ მანტია ეცვა თითქოს პავლე მოციქულის და მანტიით დიდი ადგილები თითქმის პავლე მოციქულმა რაც შემოიარა ეს რომი, თრაკია, ეგვიპტე, ყველაფერი შემოიარა და ქადაგებდა და წერილებით ამხნევებდა მთელ მსოფლიოს და შეარქვეს მსოფლიოს მასწავლებელი და მოძღვარი. მე ახლა ყველაფერი ეს ამოწერილი მქონდა რომ მეჩვენებინა პავლესისა,
ათანასე ალექსანდრიელი რას ამბობს, მაგრამ სამწუხაროდ დავკარგე და ესე იგი ხოდა ჩემო დროებასებო და სხვა დროს იყოს ეს და ესე იგი ესე გრძელდებოდა შემდეგ ოქროპირი პავლესის გავსი ვინც იყო აი თუ მინდათ მთელი ისტორიას ეხლა როგორ ჩამოვიდეთ საქართველოში გადმოვინაცვლო და ავიღოთ ამბროსი ხელაი ჩვენი პატრიარქი აი პავლე მეორე პავლე როგორ დადგა ჩემო ძვირფასე როგორ დადგა ქართველ ქრისტიანების გვერდი როგორ ახიმაღლა ხმა როგორ ამხილა კომუნისტები ამის გამო დაიჭირეს დახვეწა უნდათ მაგრამ ეხლა არ არის ზუსტად ცნობილი მე მგონი სტალინმა არ დახვეწა და დაიჭირეს რამოდენიმე წელი იყო აი ესეთი იყო ამბროსიც ესეთი იყო შუშანი ალექსი კომუნისტების დროს დიდი ჯვარი გადაიკიდა და დადიოდა და ქრისტეს გადადა და სასეთი იყვნენ ქრისტიანები ახლა მე მაგალითად გამახსენდა მეოთხე საუკუნის ეპისკოპოსი სისინია ლაუდიკისა ფილადელფიის ეპისკოპოსი იყო ისა ლაუდიკიის ეპისკოპოსი იყო და მისი მღვდელი დიდმოწამე არტემი დიდმოწამე მღვდელი ესე იგი ეპისკოპოსი და მღვდელი მეგობრები ერთად ღვთისმსახურებას ატარებდნენ აი რა ტიპები იყვნენ აი პავლეს მსგავსები აი ათანასეს მსგავსები და ერთხელ სისინიამ ამ ეპისკოპოსმა უთხრა მოდიო სისინიოსმა უთხრა მოდიო აპოლონის ტაძარში შევიდეთ და დავანგრიოთ აპოლონის კერპები მოდიო არტემი უთხრა შევიდეთ და დაანგრიეს ყველაფერი დაამხეს გამოვიდეთ და დაიწყეს ღვთისმსახურება ეხლა ზოგმა შეიძლება ითქვას სხვათა რელიგიას უარ რა რელიგიას ბავშვებს წირავდნენ ჩემო ძვირფასებო და იმას რა ქვია არ მოგატყობთ და ის კი არ არის სხვისი რელიგიის ხელყოფა და რაღაცა ეს არის თავდადება და მე ღვთისმსახურება წირვას ატარებდნენ და ჩაატარეს წირვა წარმოიდგინე ამის შემდეგ და რა თქმა უნდა იმპერატორი გაგიჟდა და გამოაცხადა რომ ორივე მომიყვანეთ უნდა დავწვაო, გავატყავო, ვაწამო რაღაცებს ფიქრობდა და რა თქმა უნდა ორივე აწამეს, მაგრამ სანამ დაიჭერდნენ, აი რა ტიპები იყო. სისინიოსი და არტემი მღვდელი. ქრისტიანები, აი როგორ უნდა იყო. სისინიოსს უყვარდა ძალიან მებაღეობა და ბაღი ჰქონდა გაშენებული და არტემის უთხრა გეხვეწებიო, გარეული ცხოველები მინდაო ამ ბაღშიო მოვაშენო და წადიო ესე რა როგორ ძალიან დიდი დონის წმინდანები წადიო და გარეული ცხოველები მომიყვანა და არტემიოს წავიდა ტყეში დაიხვირა 6 გარეული ვირს მოუხმო და 2 ირებს და მოყავს გალობით და ესენი ეძებენ ამ არტემს და იმას და უყურე ვინადი ესო ეს მტარვალი ძაღლს მოყავს ჯარი ვაწამოს და ესო ის არტემიოსიო ჩვენ რო ვეძებ დაუძახა და ესო რა მოყავსო აქ ეს ცხოველები როგორ მოყავსო როგორ და მიბრძანაო ეპისკოპოსმა წავედიო დაუძახე ტყეშიო და მომყვებიანო ხა იმის მოწოხობთ ეს აი ესეთები იყო ქრისტიანები და ესეთი უნდა იყო ქრისტიანი გამიგეთ ხო და იმას ვამბობ რომ ადამიანი არის ფრიად დაცემული ჩემო ძვირფასებო და ჩვენ ეს უნდა გვიკვირდეს ეს ის კი არ უნდა გვიკვირდეს რომ ამას როგორ აკეთებენ და ამას აი რაც თქვი ეხა ამ ბოროტებას და რომ ეს გასაგები ანტიქრისტიანები რაც გააკეთებენ ჩვენ სასწაული ისარი საქართველოს დღეს ეხზე დგას სასწაული ზნეობის გზაზე მიხვდა რომ მოდიან ჩვენს წარსაწმენდა მარტო ფიზიკური განადგურებით კი არა მოდიან სულიერად მოგვაგზავნა და ეს პატრიარქის დასაფლავება ნუ ეს რაღაცა კულმინაცია ჩვენი ისტორიის საერთოდ პირდაპირ ეს იყო იქ ღმერთი იყო ჩარეული და იმიტომ იყო ესეთ ძალა და გაერთიანება
შემოწმება როგორ შეიძლება ის რაც მოხდა, ეს მომხდარიყო ადამიანური ძალი, ჩვენი რაღაცა გონები და ასე შემდეგ. წვიმაში, ქარში, ქარბუქში, ღამის 3-ის ნახევარზე, 4-ის ნახევარზე, საათობით, 2 წლის ძუძუმწოვარა ბავშვები, დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, ეტლებით მოყავდათ ხალხი, სასწაული ამას ჩვენ კიდე გავაანალიზებთ. კიდე ვერ აგვაანალიზებთ ჩვენ. ფასებო, აი ეს არის დიდი სასწაული. და მე მინდა ესე კი რა გავამახვილო, აი ყურადღება, აი კარგია ჩვენ დღეს მოვილაპარაკეთ მდულებმა და დავიწყეთ თუ რაღაცა წესი უფრო მეტი, იმიტომ რომ ახლა არ არის აქ ისე ძალიან დიდი ისეთი პრობლემა, მაგრამ ხმაური არის რა. თან მე რაღაც პრობლემები არის და მინდა რომ მოვაწესებო. თქო სიყვარულით რა თქმა უნდა და არა რაღაც სინკაცი და მაგრამ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება კიდე ერთ რამეზე, რომ ნახეთ ჩვენი დაცემული ისე არ გამოგჭეს, ისე არ მოგვივიდეს, ახლა რომ გარეგნულზე გავაკეთოთ ყურადღება და შინაგანი დავკარგოთ და არ მივაქციოთ ყურადღება. ნახეთ აი გასცეს ივანე ოქროპოვი. აც უკვე ებრძალე კაცო, რათა არ შეგემთხვიოს, რაც შეემთხვია ფარისევლს, რომელსა კეთილი საქმენი თვისნი ენასა ზედა ეთვირთნა, ამისთვის ადვილად წარიტაცა ეშმაკა. ახსენებდა კეთილთა საქმეთა თვის და სიხარული და გონებდა, რომ მადლობა შეძინა ღმერთსა. არამედ არ შეიწირა უკან. იგი დაცინოდა სხვებს, ზემოდან უყურებდა, ამაყობდა აპარტავნები. უკვე თუ მადლობა იხდისა იგნებავს, აკურთხე ღმერთი და სხვათა ცოდვათა ნუიხსენე. არამედ მოიხსენე თვისნი ცოდვა. ნახე სამთაყმათა უდიდესმა წმინდანებმა და მერე ყველა წმინდა მოწამემ გაიმეორა, რომ შეგცოდეთ ჩვენ ცეცხლში წვავდეთ, ზოგი ამბობს ის რატო არ მაქვს, ეს რატო არ მაქვს, ცეცხლში წვავდეთ წმინდა სამ ახალგაზრდას და ურჯულო ვიქმენი, განგიდეგით ჩვენ ღმერთო, შევცოდეთ, ცნებანი შენი არ ვისმენთ, არცა ვიმხმარებ, რაცა გვამცენ და რაცა კეთილი გვეყო ჩვენ და აც ყოველი რაოდენი მოავლინე ჩვენზე და ყოველი რაოდენი მიყავ ჩვენ სამართალსა საჯერიდან ხა ეს. გამიგე? ესია ჭეშმარიტი მადლობა ღვთისაი, რათა კაცი აღიარებდეს ცოდვათათვის და მადლობდეს ღმერთსა, რომელიც სულგრძელ ეკრიბებს. ამიტომ მე ეს ახლა თქვი, იმიტომ რომ ჩვენ ყურადღება უნდა გავაკეთოთ გარეგნულზეც, მაგრამ ესე არ გამოგვივიდეს ახლა რომ რაღაცა გარეგნული მალად მოვაწესრიგო და ამაზე გავამახვილოთ თავარი ყურადღება. იმიტომ რომ ახლა გარეგნული არ ახლა უყურეთ როგორ არის, როცა საჭიროა ჩვენ თავს ხრით, ხო იქ იწირება რაღაც წარმოთქვა ასამაგრებს და ასე შემდეგ. ამას რა უნდა ჩემ ზოგადად დავხრი თავს. ვიქნებით ასე. ეს ახლა შეუძლია გააკეთოს. ან დავიჩოქოთ. ამასაც არაფერი ხა მე ვერ ვიჩოქები უბრალოდ რაღაც შემია, მაგრამ ესეც არაფერი არ დიდი ხო? ან კიდე ვიყოთ გაუმძრევლად ტაძარში ეს გარეგნული რაღაცა, კი, უნდა გავაკეთოთ, ეს არაფერი არ ეს ყველა შეუძლია გააკეთოს. გამიგე? ხონდა ავარია ეხლა მე ვეღარ და მე ისეთი კაი რამ მქონდა ასევე ამოწერილი თუ ეხლა შემთხვევით აკმა თუ არა და ზეპირად გეტყვი რომ ესე იგი ათანასე დიდი ამბობს სხვათა შორის თქვია რომ იმარხულეთ 40 დღე ან სული მარხულეთ როგორც თვითონ მარხულობდა ესეთი რამ ქრისტეს არ უთქვია ან არ უთქვიაო როგორც დაწეკი დიატაგზეო და რბილეებზე არ დაწვეთო როგორც თვითონ უწვა
ან რაღაც გაათიეთ ღამეები ლოცვაში და ასე შემდეგ. ესეთი რამე არ ვთქვი. განაო ამითო ვამბობო, რომ მარხვას კი არ ვაკნინებო ოქროპირი ამბობს. პირიქით განვადიდეთ მარხვა კაიაო, მაგრამ ამით ვამბობ იმასო და ნახეთ ოქროპირი რას ამბობს. ეს არ არის ამაღლებული. ამაღლებული, ეს არ არის უპირველესიო. ამაღლებული არის სიყვარულიო და მოწყალება. გამიგე? შეიძლება კაცი ეხლა იყოს უყვარდეს ადამიანს და მოწყალებას განსცემდეს. მეორე იყოს დღეთაღამე მეტანიებს აკეთებს და რა ვიცი, ლოცულობდეს, იწვევს იატაკზე, რომელი იქნება ღვთის წინაშე უფრო მეტი? რა თქმა უნდა ეს ადამიანი, რომელიც შეუყვარდება, ვის შეუყვარდება უფრო მეტად? ესეთი ადამიანი შეუყვარდება თუ ისეთი ადამიანი შეუყვარდება? და უფრო მეტიც ჩემო ძვირფასები, თუ გულმოწყალე ადამიანი ახლა და მოსიყვარული ადამიანი ახლა, ეს დიდი მარხვები, დიდი ლოცვები, რაღაცა კაბოროტებულ ადამიანს, შენში რაღაცა გაუგებარ ადამიანს წარმოშობს, გაურკვევს, შეგეშინდება ესეთი ადამიანი. ამიტომ ოქროპირი ამბობს, ესო აღმატებულია, ხოლო ესენიო დამდაბლებული, მეორადი, ასე გამიგე. და მე მინდა ბოლოს დავათავრო იმით, რომ ათანასე დიდს რადგან შევეხეთ, ათანასე დიდი იყო ეგვიპტე. და ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, რა წინასწარმეტყველება წერია ეგვიპტის შესახებ. ეს წიგნში. ეს არის მე-19 თავში ეგვიპტეს. რითაც ასევე მტკიცდება ჩემო ძვირფასებო, რომ ქრისტე ნამდვილი მესია. ნახეთ წინასწარმეტყველება. ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით არის. უფალის ზის სწრაფ რუბელზე და მიდის ეგვიპტეში. წმინდა ოძელში წავიდა ეგვიპტეში. და შეიძლებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და ეგვიპტელთა გულები დადნებიან მის წინაშე. იმ დღეს უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში იქნება და უფლის სვეტი მის საზღვართან. ესე არის ის წინასწარმეტყველებები, რაც მე ჩვენ ნახეთ, ბეროვას ადაიქცა ეგვიპტეში. ბეროვის ფუნქციონერი იყო ანტონი, ეგვიპტელი კაცი. ებრაელი კი არ იყო, ეგვიპტელი კაცი. არსენი, პიმენი, სუყელები ეგვიპტელები იყო, თითქმის სუყელები, ჩემო ძვირფასებო. აი აგერ მეორე პავლეც ეგვიპტელი იყო, ათანასე ალექსანდრე. და ცნობილი გახდება უფალი ეგვიპტეში. და ეგვიპტელი შეიცნობენ უფალს და იმ დღეს მოიტანენ შესაწირავს და ძღვენს და აღთქმას აღუთქვამენ უფალს და აღასრულებენ. და მოიქცევიან ისინი უფლისაკენ და შეისმეს მათ ბედრებას უფალი. იმ დღეს გზა იქნება ეგვიპტიდან ასურეთში, ეფრემ ასური ხო და ძალიან ბევრი 13 ასურელი მამა რომლებიც ხარჩამა და მოვლენ ასურელები ეგვიპტეში, ეგვიპტელი ასურეთში და ერთად თაყვანისცემენ უფალს. იმ დღეს ისრაელი ძველი აღთქმის ისრაელი მესამე იქნება. გესმით ჩემო ძვირფასებო? აღნიშნეს წინ თითო ძველ აღთქმაში. ესე იგი პირველ ადგილზე იქნება ეგვიპტე, მეორე ადგილზე იქნება ასურეთი და მესამე ადგილზე იქნება ისრაელი. რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა, კურთხეულ იყოს ჩემი ხალხი ეგვიპტელნი, ჩემი ხელით შექმნილი ასურეთი და ჩემი წილხვედრი ისრაელი. გესმით თქვენ ეს რაცია, რომელიც პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ ქრისტე ნამდვილი მესია. ქრისტიანს ეშმაელა და ესე იგი